კიდევ ერთხელ მოგესალმებით პირველი სტერეოსა სტუდია მაესტროს ერთობლივი არხის ერთგულ მაყურებელს, რა თქმა უნდა, გადაცემაში ერთი დღე. და თქვენ ალბათ გაინტერესებს ახლა ვის სადარბაზოში ვიმყოფები, რა თქმა უნდა, მისამართს არ გაგიმხელთ, უბრალოდ გეტყვის, რომ ეს კარები არის რკინის და კარის იქით იმყოფება პოპულარული მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე. ვინ არის? სტუდია მაესტრო პირველი სტერეო გადაცემა ერთი დღე. თაკო გამარჯობა, ჩვენ გვინდა შენთან ერთად გავატაროთ ერთი დღე, თუ რა თქმა უნდა ნებას დაგვდა. დიდი სიამოვნებით. წავედით. საოცარი დღე შენთან ერთად იყვება, ამას უთვირდება. რა თქმა უნდა, მე ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად და ვცხოვრობთ ჩვენ ცალკე. აჰა, დღეს უბრალოდ დედასთან ხარ სახლში. ეხა ხო დედასთან ვარ სახლში, იმიტომ რომ უკვე მოვედი აქ. მოხვედი აქ. კი. ძალიან კარგი. ესე იგი, შემოსვლისთანავე შევამჩნიე წიგნების დიდი რაოდენობა, ერთგვარი ბიბლიოთეკა, ასე ვთქვათ. ვის უყვარს სახლში წიგნების კითხვა? ყველას. ძირითადად ეს წიგნები არის მამაჩემის და ჩემი დის. ნუ, აი მაგალითად რაც შეეხება მუსიკას, ახლა ეს შუბერტი, დებიუსი, მოცარტი, ბახი, ეს ყველაფერი არის მამაჩემის მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვებული წიგნები, რომლებიც ახლა მე ძალიან გამომადგა. იმიტომ რომ სასწავლებელში, ნუ, ძალიან გთხოვენ ამას. და აი რაც შეეხება აი ჩეხოვი და ესეთი უკვე ესეთი წერილები, შექსპირი და ესეთი წიგნები, ეს უფრო ჩემდას, იმიტომ რომ ჩემი და უკვე მსახიობია დაამთავრა თეატრალური და ნუ ის ეცნობა ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ეს არის დედაჩემის იდეალი, მერლიმონდრე, რომელიც ძალიან მიყვარს და ეს პლაკატი აქ ძალიან დიდი ხანი აკრია და მე მგონი არ შემოიხსნება არასდროს, აი ეს. დარჩება ცხოვრების ბოლო. კი. და ეს უკვე ეს ჩემი ამბავია. ეს არის ჩემი საყვარელი მოდელი. და რატო თაკო გაჩეჩილაძეს არ მოსწონს მერლინ მონრო და დავუშვათ მოსწონს უკვე ნაომი ძალიან კაი ქალია, მაგრამ მე არ მომწონს ეგეთი სტილის ქალები. მე უფრო აი ეს ჟიზელი მომწონს, ეს არის ჩემი საყვარელი მოდელი. აჰა. და ნუ ნაომიც მომწონს, მაგრამ ნუ ჟიზელი და ნაომი. უფრო ჟიზელი. შენი სურვილი რო იყოს, რომელი დიზაინერის სახეთ აირჩევდი? რომელი დიზაინერის სახე იქნებოდი? ან დოლჩე გაბანას, ან გუჩის. ეს არის 2001 წელს რო ვიყავი იალტაში კონკურსზე, საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მოვიპოვე პირველი ადგილი, ეს არის იმის დამადასტურებელი დიპლომი. ეს არის უკვე 2002 წელს რომ წავედი. ამარა გაჩეჩილაძე. სლოვენსკი ბაზარზე, იქაც პირველი ადგილი და ეს არის და აი ეს პროსტად დაიჭირე სიმძიმ. ეს რომ მომცეს, აი ეს ვითხოს დამემართეს. დიპლომთან ერთად გადმოგცეს. არის ძალიან მძიმე. მან ფოტომ დამაინტერესა ძალიან, ვინ არის? შენი აზრით ვინ არის? თაკო? თაკო გაჩეჩილაძე ვერ ვიცანი გამი. ეს მე ვარ. ეს მე ვარ, ოღონ აქ ვარ 15 წლის. 15 წლის და ამიტომაც ვერ აქ ვიყავი, ეს არის კაიროში ვარ. თაკო ბევრ ზანგებში. ეს არის არავითარი ზანგები, ესენი არიან ზანგები კი, მაგრამ ეს არის ჯგუფი TX6, რომელთაც მე გადავიღე კონცერტი რო იყო, გადავიღე სურათი. და თაკოს ფოტო ქორწინებისას, ხო? ეს ქორწილის დღეა. კი. სად ქონდა თაკოს ქორწილი? სარაჯიშვილში. სარაჯიშვილში. ჯვარი სად დაიწერე? სვეტიცხოველში. თაკო ბავშვი, აქ რამდენი წლისაა თაკო? რა ვიცი, პატარა ვარ, რაღაც 3 თუ რა. ნახე, თან ქერა ვარ, ბაციო. ეს კი გამიმუქდა ცოტა. თაკოს ხო არ აქვს შემთხვევით ბასტი ბუბუს ფოტოები, როცა ბასტი ბუბუში ვღეროდა პეპი გრძელი წინდას. ეხა ჩარჩოებში არა მაქვს, სადღაც მაქვს შენახული. რამეში გამოგადგა თუ არა ის, რომ იყავი ბასტი ბუბუელი ბავშვობაში? გამომადგა რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმაში გამომადგა, რომ ბასტი ბუბუში რო ვიყავი, მე იმის მერე უკვე გადაწყვეტე სერიოზულად, რომ მემღერა. აჰა. იმიტომ რომ იქამდე არც დააპირებდა. ანუ ბასტი ბუბუ დაგეხმარა იმაში, რომ მიიღე გადაწყვეტილება გემღერა თუ არა. ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ იქამდე კი ვფიქრობდი, რომ ეხლა ნუ ძალიან რაღაცა ახლოს ვიყავი სიმღერასთან და ძალიან მომწონდა და
აი უკვე რომ ბასტიობაში რომ მივედი და უკვე რომ სცენაზე გავედი და ნუ რაღაცა ვიგრძენი ეს რა იყო, ნუ აი ძალიან მომეწონა და იმის მერე всё თქვი რომ უნდა იმღერო. სცენარები დავინახე. ჩემი სუსტი წერტილია, ასე ვთქვა და პირველი აქეთ იმიტომ შემოვიჭერი. აი ვინ უვლის ყველაფერ ამას უკაცრავად. ამ ყველაფერ ამას უვლის დედაჩემიც და მამაჩემიც. და რამდენი წელია რაც ეს სცენარები თქვენ ოჯახის წევრობა თითქმის? ძალიან დიდი წელია კი რა და ხანია, მე მგონი 1-10 წელია უკვე დევს. 10 წელია და შენ არული, ანუ შენ არ გაქვს სურვილი რომ სახში? არა, როგორ არული, მაგრამ უფრო ძირითადად ჩემი მშობლები ულია. და დასახელება თუ იცი რა სცენარია? ვაიმე, ამის დასახელება ვიცი, ამას ქვია პალმა არ ქვია ამას. აი ეს ვიცი რომ მე ვიცი რომ ის პალმა. ეს არის ოლიანტრა მგონი. ოლიანტრა. ეს ახლა ჩვენ არის და გვეშლება რამდენი მაყურებელი ნახავს მე ამას და იტყვის. მე მგონი ეს არის ფიკუსი. ფიკუსი. და რა შეიძლება აი ამ სცენარეს, ეს სცენარი გითხეს რომ არ ვარ გავა სახშიო და გაიტანეთო და მგონი უნდა გავიტანეთ. რატო არ გავა? აი რაღაცა უბედურება მაქვს. არა, უბედურება არა, მაგრამ რაღაცა ნუ არ ვარ გავა. აჰა, გავიტანოთ ერთად. აი ხა ვერ გავიტანთ, იმიტომ რომ იცი რა ხელა ეს. ეს არის ჩემი მამიკოს სინთეზატორი, რომელსაც მე უკრავ, ანუ როდესაც მაქვს სამეცადინო კონსერვატორიაში დასაკვირველი რო აქვს, რო არ გამოვაყროვო პიანინოზე, ვშტები და აქ უკრავ. იმიტომ რომ აქ ნაუშნიკებს იკეთებ და მარტო შენ გესმის. გაკრიტიკებს თუ არა მამიკო? კი. კი, და აი როგორი მხიფრი და. აი ამდენი ხანია უკვე მღერი ვარ, რამდენი ხანია? 9 წლიდან, ხო? 12 წელია. არა, 12 არა, ვიბერებ თავს. 11, 21-ის ვარ. 11 წელია. უკვე სცენაზე ვარ და 11 წელი უკვე სცენაზე ხარ და არა, ეს დროს არ ვთქვია მამაჩემს, რომ აი ნუ მაგრამ ვერი ხარ. აი სულ მეუბნება, რომ ნუ კარგია ხავ, ისმესაც არ მეუბნება რა უშვილ და ნებეს სიმღერას ჯობია შენი საქმე სხვა რამეა, ეხლა მაგას არ მეუბნება, მაგრამ კაია ძალიან, მაგრამ ნუ აი რაღაც ისე და ნუ აი ვიბრზვი რომ მითხას რომ აი მაგარი ხარო, მაგრამ ნუ არ მეუბნება. რატომ? ანუ შეიძლება ფიქრობ რომ შეიძლება მიაღწიო ამას, რომ როდესმე მამა გეტყვის რომ ძალიან მაგარია. იმედია მივახსოვ, ოდესღაც. აი არსებობს თუ არა შენ სახლში კუთხე, სადაც განმარტოვდები და მღერი ხარ. აი რო მარტო ვარ და უკვე როცა ვიცი რომ რასაც მინდა იმას ვიზავ. აი ჩართავ. ეს არის ჩემი სიმდიდრე, ასე ვთქვათ. ჩართავ მუსიკას და მღერი ხარ. მიკროფონს ჩაავითავ და მღერი. მიყვები თუ არა მოდას და საერთოდ შენი გარდერობში როგორი სტილის დასაცმელი, ანუ სამოსი ჭარბობს? აუცილებლად მიყვები კი არა, მოდა არის ჩემი, რა ვიცი, მე საერთოდ ვიძახი რომ არ მქონდეს ხმა და სმენა და რომ მქონდეს მუსიკალური მონაცემები, აუცილებლად გამოვიდოდი დიზაინერი. კოლექცია მაქვს უკვე ჟურნალების იმხელა რომ აღარ ვიცად ზავი. რაც შეეხება ჩემ გარდერობს, უფრო სპორტული სტილი ჭარბობს, მაგრამ სასცენოდ მაქვს აი რაღაცა კაბები, რაღაცა პიჯაკები, იუბკები, უფრო კლასიკური. და სად იძენ ტანსაცმელს? რა ვიცი, უმეტესობა ახლა ჩემი ტანსაცმელებისა არის უფრო საზღვარგარეთ შეძენილი, არის ჩამოტანილი. მაგრამ არის თბილისში 1-3 მაღაზია, სადაც დიდი სიამოვნებით ვიძენ ტანსაცმელს. აი ეს ფეხსაცმელი მაგალითად მოგწონს? ეს არის ამ სეზონის შედევრი ვიქტორენ როლფის, რომელიც დაასახელეს, რომ თქვენ გარდერობში რო წითელი ფეხსაცმელები არ იყოსო, ხართო გოიმები. ზო შეიძლება წითელი ფეხსაცმელები. აი შენ პირადად მოგწონს ეს ფეხსაცმელი? ნუ ხა პირადად მე აი ესეთ ფეხსაცმელს ალბათ ცოტა ნაადრევია რომ ჩავიცვა. აჰა. იმიტომ რომ ეს ჩემის აზრით ცოტა უფრო ქალურია. და მაინც აპირებ თუ არა რომ წითელი ფერის ფეხსაცმელი შეიძლება. ვაპირებ, მაგრამ ცოტა გავათანამეობრა ჩემ რაღაცა სტილში გადაიყვან. ვინ არის ეს? გონი უშლოა. აჰა, ანუ არ გიყვარს შენ სათამაშოები? არა, მიყვარს, მაგრამ რა ვიცი, აბა. არა, საყვარელია რაღაც. შენი სათამაშო ხო არ გაქვს სახში რამე, რომ გაიჩვენო?
ჩემი სათამაშო. ან ისეთი საჩუქარი, რაც შეთვის ყველაზე ძვირფასია. კი. აი, გაჩვენებ. აი ეს ვიყიდე ეგვიპტეში, ჩამოვიტანე ეგვიპტიდან. ეს არის ლამესკი ბაზარზე ჩვენ თვითონ უნდა აგვერჩია რომელი ნომერი ვიქნებოდით მონაწილე და მე ამოვიყე 9 ნომერი. აჰა. ესე ვიყავი მე-9. იაპონიაში რო ვიყავი, მაჩუქეს აი ეს რაღაცა ლამაზი ჭიქა. მაგრამ ისი არ ვიცი. ალბათ ტყემალს ჩავასხავ ან ამოვიღებ ხოლმე. და ტყემალზე გამახსოვდა როგორი დიახსახლისი ხარ. საოცარი, ესე იგი მეტი რა შეიძლება. ნორმალური. ეს არის რა ვიცი, ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო წიგნი. ეს არის ის არის ესეთი სასწავლებელი, სადაც მე მინდა რომ წავიდე. ძალიან მინდა რომ წავიდე. შეგიძლია მოითხოვო რომ იმ დაგასპონსოროს. დამასპონსორეთ. დიდრებო არ დავასახელებ სახელებს. აგრის ძალიან ბევრი, აგრის სულ რაღაც 20, არა. სულ რაღაც 30,000. სულ რაღაც 30,000, მაგრამ ამაში შედის 4-5 წლიანი სწავლება თავის ცხოვრებით, კვებით და ყველაფრით და თან ვიქნები ძალიან განათლებული და ბედნიერი. გამიშვით. აი აქ. პასუხები გამოგზავნეთ ჯეოსერი ლაილაიდან 15-ზე მაგთიდან 50-15-ზე. ან დარეკე ტელეფონის ნომერზე 33888. მოდი ახლა How did you know I needed you? და სამზარეულოში თაკოს კითხავ როგორი დიასახლისია. მე ვარ ნორმალური დიასახლისი, ანუ ნორმალურში შედის ის, რომ შემიძლია გავაკეთო ელემენტარული რამე ელემენტარული. აი რამე ელემენტარული გავაკეთო ყავა. რატო ჭიქა, კაცო, გამირეცხია ძალიან ბევრი თეფშებიც და ქვავებიც და ტაფებიც და თეფშიც გამიხეხია და აი ესეთი როგორც ეძახიან ვთქვათ სახლი ბოლოს როდის დაალაგე თაკო? სახლი ბოლოს დავალაგე გუშინ წინ. გუშინ წინ. ოღონდ ის როგორ დავალაგე, რომ აი კარგად დავალაგე. და ყოველდღე შენ ალაგებ სახლს, ანუ შეგიძლია რომ ყოველდღე ალაგოს. ყოველ დღე ვერ დავალაგებ, იმიტომ რომ რო გავდივარ დილიდან, შემოვდივარ ღამე და მე ისეთ დაღლილი მოვდივარ, რომ რაღაც ძალა არ რჩება იმისა, რომ რაღაც დავალაგო და და მეუღლეს საუზმეს, სადილს და ვახშამს უკეთებს. საუზმეს და ვახშამს მე მივართმევ ხოლმე ბუტერბროდის ან რაღაც სხვა რამის სახით. არა შეხება სადილს, უკვე სადილების კეთება არ იცი. ვერ დავიკვეხ, არ ვიცი. და ვახშამი ისე ბუტერბროდი ან რა. არა, ნუ რაღაცა მან კარტოფილს შევწვავ, ან რაღაცა მაკარონს მოვხარშავ. აი ყველაზე ისეთი კერძი. ძალიან გემრიელი ფრანგული ხილის ტორტის გაკეთება ვიცი, რუსთავიარს თუ უყურებდით, გავაკეთე და მთელი რუსთავიარი გადავრიე. მე შეჭამეს თლიანად. და სად ისწავლე ფრანგული ტორტის მოითხოვეს კიდე გაკეთება? გაგვიკეთეო. ჩემმა დამასწავლა. შეიძლება ზოგს შეეშურდეს კიდევაც. ანუ იმ ადამიანებს ის ფრანგული ტორტის გაკეთება არ იციან და მხოლოდ აკეთებენ იდეალს, შუს, ეკლერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩახოხბილს. ჩახოხბილს. ესეთი გემრიელი ყავის გაკეთებაც ვიცი გინაც ვარ. ჩემ ყავა არ გავიცი. ასე იგი ძალიან გემრიელია მიდაკითხა და აი მაინც რისი გაკეთება გიყვარს ყველაზე ძალიან დილით რომ ვიღაცა მოვიდეს და შემოგთავაზოს დღეს აბლაბუდებს ჩამოიღებ იატაკს მოხეღავ და აუთოვებ თუ სარეცხს გარეცხავ რომელს ამოირჩევდი ჭურჭელს დავრეცხავ ჭურჭელს დარეცხავდი და სიმღერით ალბათ ყველაფერს სიმღერით აკეთებ მაგრამ ყავაზე მე ვერ შევამჩნი არა სახლი თუ დაგელაგება მარტო რო ხარ სახლს როცა ალაგებ მღერით ან კი ხანდახან მღერი და მაინც შენი რეპერტუარი დამღერი რამეს თუ არა უცხოური ხო უცხოური უცხოურ სიმღერებს შენი კოლეგების ანუ ქართული ესტრადის სხვა წარმომადგენლების სიმღერებს თუ მღერი ხარ ხანდახან მიმღერია მაგრამ ნუ ძირითადად უცხოურ
მომღერების სიმღერებს ხედი ვარ. და სხვათა შორის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თაკოს სიმღერა საოცარი დღე ჩვენთან ერთად იწყება. დაახლოებით რამოდენიმე თვის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ტოროლას ქუდათ გქონდა. შენ თუ გინახია ეთერი რომელიმე, როცა მე და ხოსტა ეთერს ვიწყებდით აი ესეთი საოცარი დღე ჩვენთან ერთად იწყება. ლამას დილას ხედება. და მაესტროს ცაზე ისე მზეა ინთება გადაკეთებული ქონდა ოღონდ. ეგ აღარ დავარღვიეთ. ეგ აღარ ვიცი. ძალიან კარგი. თაკო მაშინ მოდი დღევანდელი დღის გრაფიკი გაგვაცანი ესე მოკლედ. ჩვენ წავალთ კონსერვატორიაში, სადაც რო არ მივიდე გამომაგდებენ. გამოგაგდებენ ეს რატო დიდი ხანი არ ყოფილ ხარ? კაცდენები, ეს ოჯახნა არის და ჩუმად იმიტომ ამბო. თორე კონცერტები და ჩაწერები და გადაღებები და ყველაფერი ხელს უწყობს იმისთვის, რომ გავაცდინო კონსერვატორია და გაგიჟდა ეს ხალხი, რამდენიმე გააცდინო და ეხლა რო არ მივიდე. დამაგორებელი. დღეს ეხლა რატომ მიდიხარ ჩვენო ვართ? თუ ისედაც მიხვიდეთ. ხუთშაბათი დღეა და ხუთშაბათობით დადიხარ, შაბათ-კვირას ისვენ. ყოველ დღე დავდივარ შაბათ-კვირის გარდა. ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა. უბრალოდ შიგადაში გაცდენები გაქვს და გიწევს ხოლმე თვეში ერთხელ ორჯერ მიხვიდე. არა, სულ დავდივარ ეხლა მართლა ისე კი არ არის რომ აბა კონსერვატორი არა, სულ დავდივარ, მაგრამ ნუ აი ეს თვე რაღაცა შემომეცდინა. Since you came along, you sexy thing. შენ თუ გიყვარს აქსესუარები, ქუდები, სათვალეები თუ სათვალეები მიყვარს. არ ვიცი კიდე ქუდები მაინც და მაინც არა. ესეთი რაღაცები მიყვარს. ქუდები ვიცი რა, აი ამ თვეებზე რომ კიდე ქუდი დავიდო, ჯერ ესეთი ვერ დავიდებ, იმიტომ რომ აი ესეთია და იქნება ჰაერში ქუდი. მართლა შენ დაახლოებით თემებზე გავახსენდა ესე იგი. როგორ დავიდო ეხლა შეხედე. და ეს ზუდაოზევით. ანუ თაკოს ქუდი არ უშერდება. ქუდი ვერ გამიშერდება თავზე, იმიტომ რომ თმა მაქვს ისედაც ქუდი და და რა მაინტერესებს ამბობენ რომ როცა ადამიანს სწორით მაქვს და არ უნდა რომ ხოველი კონდეს და როცა ხოველი აქვს ორი უნდადეს არ მინდა არა არ გინდა სწორით მა. არა, ძალიან მოგწონს ესე იგი შენი თმები ისევე როგორც სხვას. მოწონს კი. ეხლა რას აპირებ ვიზდით მას თუ აპირებ რას დავიბადე ვიზდი და აი ნახე ამის მერე არ გასტილა. ანუ ეს თქმა რომ გაისწორო წარმომიდგენია ახლა წელამდე გეკნება. ნუ აი წელამდე არ მეკნება, მაგრამ თუ ისწორებ ხოლმე. აი აქამდე მეკნება. თუ ისწორებთ მას. არა. არა სტრესად ისწორებ. კი, ამისწორებია, მაგრამ ცოტა დიდი გოგოის კი ვარ ისეთი რაღაც ტაკოის. ვარსა ცხოველებზე გამახსენ, ცხოველები თუ გიყავთ. მიყვარს ძაღლი, მიყვარს ნახე რა სულელია, სუკანკალებს და რამდენი თამა აჭამო სუჭამს. დიდი. ყოლია როდეს მე ძაღლი? არა, ეს მეზობლის ძაღლია. აი რა საინტერესო რაღაცა აღმოაჩინა მე აქ. აქ ვარჯი შოდი არა. დედა თურმე ცივა. საკუთარი ავტომობილი ყავს? საკუთარი ავტომობილი ყავს? კი. ეს სლავენსკი ბაზარზე გავიმარჯვა, იმ ფულით შევიძინე. ასე რომ ჩემი ნაშრომი ფულით არის შეძენილი. ეს რა მარკა? ეს არ არის ის, რაც მე მინდა, მაგრამ რა სიზავთ. ეს არის ოპტომეტრი. ეს ვიჩარჯეთ მანქანაში და გავიგებთ თაკოს რა უნდა წავედით. ოცნების მანქანაზე ჩამოვარდა საუბარი და რა მარკის მანქანაა შენი ოცნების? თუ ოცნებაზეა ლაპარაკი, მოდით იყოს ოცნება და მინდა მყავდეს ბუგატი, მაგრამ მეყოლება ორჯერ. იმიტომ რომ ღირს სადღაც $1,000,000. მაგრამ ცოტა ნაკლებად ოცნების მანქანი, ანუ შეიძლება რეალობად აქცია. მანქანა არის, რავი, რაღაცა ჯიპი მინდა. რაღაცა ჯიპი. და ნუ შენი სახსრებით შენ დარწმუნებული ხარ, რომ როდესმე იყიდი ჯიპს. რა ვიცი, ალბათ ვიყიდი, მგონია რომ ვიყიდი, იმიტომ რომ იღის ძვირი, მაგრამ ნუ ალბათ ვიყიდი. და საჭეს რამდენი წელია რაც მართავ? ანუ რაც წარება ისწავლე ბავშვობიდან? კარგი ხანია, მაგრამ უკვე ამ მანქანაზე რაც ვივარ, ეს არის სადღაც მეტყვი ახლა, ალბათ 2 წელია. 2 წელია ამ მანქანაზე ზიხარ. გითხოთ როგორ ურთიერთობა აქვს საკოს საგზაო პოლიციასთან და იცავს თუ არა საგზაო წესებს? საგზაო წესებს
ვიცავ, მაგრამ თუ მეჩქარება არ ვიცავ. და რაც შეეხება პოლიციას, არ უჩერებ არასდროს. არ უჩერებ არასდროს და არასდროს არ მოგხდება ეს? არა. ერთი შემთხვევაც არ გახსენდება, როცა გაუჩერები ხარ და გაგიჩერებიან. ერთხელ გაუჩერდა იმის მერე ვთქვი, რომ всё, არასდროს აღარ გაუჩერებდეთ. იმიტომ რომ რაღაცა დავარღვიე და წამართვა პრავად. ესე იგი იმან არ გიშველა, რომ ხარ თაკო გაჩიჩილო და ხარ პოპულარული. იცი რა შეასაქმე რაღაც ვერ ვიცნო, იმიტომ რომ რაღაც თმები მქონდა შეკრული, ღამე იყო, რაღაც ვაფშე სხვანაირად. ერთხელ ჩემი მეუღლე გააჩერეს და მე რო დამინახე გვერდზე რო ვიჭიქი, წადიო. ეს კი ყველაფერი ამასთან ერთად ძალიან ესეთი კონცეპტუალური შეკითხვა უნდა დაგიცვათ, ან ძალიან როგორ გახდი პოპულარული? როგორ გახდი პოპულარული? აჰა. როგორ გახდი პოპულარული? აი შენი გადასახედიდან რომ გადახედო, როგორ ხედავ ყველაფერ ამას? როგორ გახდი პოპულარული და ფოტოშორის არც ისე ადვილად. იმიტომ რომ კარგი ხანია უკვე სცენაზე ვარ, დიდი ხანია უღერი ვარ. სიმღერები მაქვს ჩაწერილი. გამოცდილებაც ნორმალური მაქვს, იმიტომ რომ საზღვარგარეთაც ბევრ კონცერტებზე მაქვს ნამღერი და ეს ყველაფერი იმას იძლევა, რომ მე რაღაცა ჩამოვყალიბდი, უფრო აი ხა უნდა დავარღვიო. და პოპულარულ ადამიანად ჩამოყალიბდი. კარგი, როცა მანქანაში მარტო აღმოჩნდები უკან, ნაკლებად ხარ ყურადღების ცენტრში და მეტით რო გაქვს რომ დაათვალიერო ისეთი საინტერესო ნივთები, როგორიცაა მაგალითად თაკოს ასე ვთქვათ კოსმეტიკა. თაკო შეგიძლია უკან არ გამოიხედო, წინ იყურე ატარი მანქანა, თან მით უმეტეს თუ გავითვალისწინებ იმას, რომ საგზაო პოლიციასთან არის ისე კარგი ურთიერთობა გაქვს და ესე იგი დაგვეხმარა უბრალოდ მაყურებელი გავარკვიოთ სათითაოდ ყველა ნივთში თუ რა არის. ეს არის ფუნჯი და როგორც აღმოჩნდა, დიდარი ხარ ისეთი კოსმეტიკით, როგორიცაა კრისტიან დიორი, სან ლორენი, შანელი და ასე შემდეგ. ესე იგი შენი ხელფასის მთლიანი თანხა შეიძლება ჩაითვალოს, რომ მიდის სულ კოსმეტიკაში და კრემებში. შეგიძლია შეიღებო. შევიღებო, ხო? პრინციპში საქმე სხვა არაფერი არ მაქვს. რომელ კურსზე ხარ? მესამეს. მესამე კურსზე. დაგჭა ესე იგი სწავლების კიდევ 2 წელიწადი, ხო? კი. დაგჭა 1 წელი. გამარჯობა. თაკოს როგორც გაიყვა კონსერვატორიაში პრობლემია გაცელებთან დაკავშირებით, ამიტომ ახლა ეცდება მოაგვაროს. ნახოთ გამოვა თუ არა, წავედით. ძალიან სუპერია, ძალიან. Давай. წავედი. Апатия. ჩვენ არ გვეშოთ. მოვა, მალე. მაგრამ სამაგეროთ მე აქ აღმოვაჩინე პატარა ფანჯარა, აქ მე შეგვიძლია თავყოდო ვატარებო. ამდენი საათები, რომელიც ცნობა უშველი სამას. 3 საათი, ეს 5 საათი. ისიც რა ხდება თავში, მაგრამ 25, საგარი 25. და მე მინდა ერთი რამ, რომ იარე. რომ თქვა როგორც ჩანს არა აქვს მნიშვნელობა პოპულარული ხარ თუ არა, უბრალოდ გაცდენებს ყველას ერთნაირად შეჭიან. ნახოთ როგორი სახით გამოვა იქიდან თაკო და რა ინფორმაციას გამოვიდეს. კარგი, ნახვამდის. თაკო საოცარი დღე დაგეწყო. საოცარი დღე. საოცარი დღე შენთან ერთად ხდება. გადარჩი თუ არა? ხა? გადარჩი თუ არა? გადარჩი, მაგრამ ერთ პირობით რომ უნდა ვიარო ისე რომ არ ვაცინო საერთოდ არც ერთი ლექცია. ესე თქვა ყალიბში და გვაგვას ხარ ეს მასალა არ გავუსვათ ეთერში რაც დავაფიქსირეთ კონსერვატორიის ერთ-ერთ კაბინეტში და ვნახოთ რა მოვა თუ არა რომ შეგვაბავს თუ არა. თაკო, როგორ
როგორც მივხვდი და როგორც შენ გვითხარი, უნდა გავუარო შენ პროდიუსერს მამულიჩას, ხო? და მოდი ვილაპარაკოთ ცოტა მამულიჩაზე, ანუ რაც შეიცვალა მას მერე, რაც გახდა შენი პროდიუსერი კახა მამულაშვილი. შეიცვალა ბევრი რამ. ჩავწერე სიმღერები ბევრი ჩავწერე ძალიან, რაც მამულიჩა ჩემი პროდიუსერია და მემატა კიდე, რა ვიცი, კონცერტები უფრო გახშირდა. მიგეგმავს დღეს, თქვათ, ჟურნალისტი, გადაღება, ჩაწერა, იქით ფოტო. აი, შეიძლება დღეს თუ იქნება მზად ფოტოებსაც ნახავს, მე და რელაც უფრო მიამოვიდეთ. რა ვიცი, ნახოთ თუ იქნება. ანუ ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს და დღე არ გადის, რომ მამულიჩას კი, არ აი ეყო. თითქმის დღე არ გადის, რომ მამულიჩა არ ნახო, ან რაღაცა საათმე არ წავიდეთ, ან რაღაცა საქმე. რა თქმა უნდა, უფრო იცი რა, უფრო დატვირთული გავხდი. საინტერესოა გიშლის თუ არა მამულიჩა რაღაცებს და თუ საიდუმლო არ არის რას. მიშლის. აი რას. მოიცოდე? ალო. მოვდივარ. ესე იგი ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირო. ეს ზალი მე ვიცი რომ მამულიჩაზე ეკუთვნის, ანუ პროდიუსერს ესაუბრებათ აქ ამჟამად ტელეფონზე. სადახარო. თან თუ ვიგვიანებ და მეუბნება რომ ნუ აღარ შემილია უკვე შენი მოდინით. ანუ შემჩნევას გაძლევს რომ ყველგან მეჩქარება და ყველგან მარმიანდება. ეს მამულიჩა გამარჯობა. ესე იგი თაკო ბევრი ლაპარაკა გზაში სამშენებლო მოდეთ შენზე და არ გაინტერესებს რა თქვა? კი, ყველაფერი კაი თქვა. ეხლა შენ რა სიტყვით თაკოზე პერიკო. თაკო როგორ ფიქრობ, კარგი სიტყვის? არა. არა. წავიდა. 3, 2, 1. აი რა უნდა ვთქვი? პატარა საულოს. ერთი მავნეჩიო, ყველგან იგვიანებს. აი თქვი მე. ეს თქვა უკვე და მეჩხუბება. ნერვოს მიშლის მე. აი როგორ ფიქრობ გამოასწორებს? ვისი აჯობებს? მაგისი აჯობებს. სამივდივართ. იგი გოხიანეს სტუდიაში რა თქმა უნდა. მოატრიალი. კიდევ ერთხელ უნდა დავატრიალოთ. როგორი მძღოლია? კარგად დაყოს მანქანა. როგორი მძღოლია? მოდი ესე გავაკეთოთ. მე დავждები მანქანა. გააჩერე მანქანა. ძალიან ცუდი. საშინელი. ყველა იძახის რომ ისეთი მაგარი მძღოლი ვარ და ისე მაგრა დამყავს. ერთი შეხარ ჩემი კრიტიკოსი რომ სულადად იხარ. და იქიდან რა აგდებენ იცი უკვე კონსერვატორიიდან. რა მოხდა არ იცი პროსტა რომ და მე და შემოსავალი შემოხდა დასატუქსად რომ რატო აცდენო და რაღაცაო და მიკროფონი და მიკროფონი თართული დავჭა და ჩვენ ყველაფერი გადავიღეთ და ჩავიწერეთ. რატო არ უნდა გავუკ? ყველაფერი უნდა იცოდეს ხალხი. დღეს რა გასაქმეა გიგა კუხიანიძის სტუდია. გიგამ დამიწერა სიმღერა, ჩავწერე და ახლა მოვისმინო, ჩაბალანსებული და ესე იგი ეს არის პრემიერა იქნება ახლა ჩვენი მუსიკისა. კი. ხო გადაცემაში ერთი დღე. ალიმჩი მარკა ჩაჭდა მარგაშინია. არა. მე საერთოდ ცოტა რაღაცების მეშინია. რა მაგალითად? მაგალითად? მამულიჩას. გიგა გამარჯობა. ძალიან კარგი თუ გადაცემა ერთი დღე მელოდებოდი. მეორე სტუმრობა გიგა კუხიანიძის სტუდიაში. და უნდა მოვისმინოთ რა? უნდა მოვისმინოთ გიგას შექმნილი სიმღერა შედევრი. ფოტოშორის გიგამ მაჩუკა ეს სიმღერა, დიდი მადლობა მას ამისათვის. ბანჩი შეკრული. ბანჩი შეკრული. და დამსახურება, ისი დამსახურება გიგამ როაჩუკა. გიგა. ჩემი. მაგოს. ჩემი და მხოლოდ ჩემი. ეს მე ვარ. აღონთ. ეს თაკო დაწვრილებული. ეს თაკო იქამდე სანამ მამულიჩა თაკოს პროდიუსერი გახდებოდა და ეხლა მოვისმენთ მას მერე რაც მამულიჩა გახდა თაკოს პროდიუსერი, ანუ დო იპოსლე. და არ მინდა რომ ჯეროდეს შენი სიტყვების როცა ჩვენ ერთად ვართ თითქოს შერდება გავლილი დრო იცოდე ტყუილი დრო
enfant. Nous m'écrirons, raton was midi harshos. Mi khweba hameshaze, si jume usmo ikes na. Extivisia, Nana Sinsai. Manus vende, non do e mardo. და გონიარო გახდება ეს. გონიარო ეს სიმღერა გახდება. ეს უფრო არის სერიოზული სიმღერა ვიდრე საკა შენი რეპერტუარიდან რომელ სიმღერას გამოაჩენე? ამას და ინტროს. რომელს? ინტროს. მე მხოლოდ შენთან და ინტრო რო დამიწევს. რომელიც საკოს არ აქვს არც ერთი კლიპი. და რა შევა ამ დროს პროდიუსერი. ანუ აპირე. და რომელ სიმღერაზე? აი ზუსტად ამ სიმღერაზე ხა რასაც უსმენთ. ამ სიმღერას მეუბნები. კლიპს ვინ გადაიღებს? იტალა შევფიქრდა. ესე იგი თაკოს ალბომს რაც შეეხება, მოდი თაკოს ალბომზე ვისაუბროთ. რაღაცა მე მგონი ახალი პროექტებით უცებ თაკო იღაჩეჩილაძე გამოანათებს ახალი კლიპით, ალბომით, სოლო კონცერტიც მალე. სოლო კონცერტი მინიმუმ 2 წელიწადში. მინიმუმ 2 წელიწადში. 2 წელიწადში ის არც თუ ისე. ეხლა დამოუშვით ერთ ალბომს. სახელწოდება ალბომის უკვე იცით? თაკო გაჩეჩილაძე. ხუჭეჭები. ხუჭეჭები. კონკრეტულად. მაისის დასაწყისში. მაისის დასაწყისში და ალბომის სახელწოდება მაისის დასაწყისში. რა თქმა უნდა. ჩემი სახელი და გვარი. შენი სახელი და გვარი. აბა ხუჭუჭები. ჯერ არის. აჰა, მარგალიტა გაჩეჩილა. გაჩეჩილა. ალბომი გამოეს მარგალიტა გაჩეჩილა. შენ კვაყოფილი ხარ. ჩვენს კვაყოფილები დავჭი და მეგონი პირველ სტერეოსა სტუდია მაესტროს ერთობლივი არხის ერთგული მაყურებლების კვაყოფილი არიან, ასე ვთქვათ და თაკო წავედი. წავედი აბა, კოცნი და დიდი მადლობა. ძალიან კარგი ვიძია ჩემი მანქანა. აჰა, თუ კიდე დაჯექი, მაგრამ შევხედოთ და შევაფასოთ როგორ. ხო, წავედი. ხო. აი ასე გჭით ხა ვერ გავიგე. დახაზული, გასმული. ეს ჩემი ბრალი არ არის. ეს არ არის ჩემი. ეს გადასმული. სარკები მომპარეს. ეს გარაჟში შემყავდა მანქანა და დამეჯახა კარი, ქარმა დაუბერებ. ელა მითხრა რომ არასოდეს არ დასვა საჭესთან. აი ხდინა ოცნებები. ეს პირველი აპრილი დავტოვოთ. დავაი, მეც მოგატყუეთ თქო. გელოდები, ისმის ყურში ეს. ისმის ყურში. ყველაფერი ეს. მე ხა დიეტებს რაღაცებს არ ვიცი. როცა მშვიდება, მაშინ ჭამრამეს. მაგრამ ანუ გინდათ ცოტა ზომიერად. გინდათ ხარო დიეტაზე არასდროს არ ყოფილხარ და კი, ყოფილვარ ადრე, მაგრამ რაღაც ისე მოხდა, რომ დავიკელი. და აი, რაც ვარ, ვეღარ ვიმატებ. ამდენიც არ უნდა ჭამოთ, ხედა ღამე რა ჭამოთ. შევინარჩუნე ასე. როგორი კერძი. არა მაგის. ანუ რა კერძები მოწევს? მიყვარს სოკო. აი, მოდით მაღლეხანოვის მაკდონალდში გელოდები რა ბრატ. ასაკის წვადი. რა გავიგე თუ? აჰა. წვადი თუ მიყვარს შევლები. ხორის კი, მიყვარს. კაბაბი, ხინკალი. აჰა. ხინკალი მიყვარს. აი, ბაკა. მე მგონი პირველი მანდილოსანია, რომელსაც ეს საჭმელები უყვარს, ხინკალი მიყვარს, წვადი მიყვარს, ასეტრინის წვადი მიყვარს, კაი ღვინო და თქვენ შემოგეო თქვენ. და მე მგონი ყველა მანდილოსას უყვარს, просто მალა. ხოდა ძირითადად საქმეებში ხარ ჩართული და თავისუფალი დრო თუ რჩება და როგორ ატარებ თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად? თავისუფალ დროს როგორ ვატარებ? მეცადინეობ. მუსიკას ვისმენ. მეგობრებთან ერთად ვიდივარ სადმე. აჰა.
გრძელდება ერთი დღე თაკო გაჩიცილაძესთან ერთად, როგორც ხედავთ უკვე შემოგვაღამდა და თქვენ ალბათ ყველაფერი ამის შემდეგ დაგებოდეთ კითხვა, სად არის თაკო გაჩიცილაძე? აი მეც მას ვეძებ, ახლა ვინაიდან რა ჩამორჩი სიგნალში დამეკარგა და იმედი მაქვს რომ აუცილებლად ვიპოვეთ. და აი დავეწიე. გამარჯობა. მოგზაურობდი. შეიძლება? მაყურებელს ალბათ აინტერესებს, ახლა ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ, რომ აინტერესებს თუ რა ხდება დღეს ამ ოთახში და თაკო გაგვესწრებს ალბათ ბატონ გიას. გაიცანით ბატონი გია ჭაველიძე, და პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელმაც გადაგვიღო მე და ლელას ფოტოები და ფოტოები რისთვის? ალბომისთვის. როგორც ფოტომოდელი თაკო, კარგია თუ არა? როგორც ფოტომოდელი? როგორც ფოტომოდელი. როგორც ფოტომოდელი ჯერ ძალიან ძნელია მაგაზე ლაპარაკი. ერთხელ გადავიხებ მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ძალიან დიდი პერსპექტივა. მადლობა. აი. ეს კარგი ფოტო. პირველი გადაღება არის. პირველად გადავიხებ. მე საერთოდ ერთი გადაღებით არ ვიხებ ხოლმე. პირველ გადაღებაზე მე როდესაც ვიღებ ადამიანს, რა ვიღებ ურჩევ რაკურსს. რა რაკურსით გადავიხებ. და მეორე გადაღებიოსე არა უკვე ვიჭერ იმ ხასიათს, რომ ის ხასიათი გადმოცე რა, რაც არის. კიდე სამუშაო არის ეს ისე. ეს ხიარული თაკო. ახლა ჟურნალის ყდისთვის სურათია? არა ჩვეულებრივ. ალბომის ყდისთვის შეარჩიეთ თუ არა უკვე ფოტოები? ალბომი პირველ ფოტო გვინდა ალბათ. მოგწონს შენ თვითონ? პირველი ფოტო. ის პირველი ძალიან. ესა? ეს არ მოგწონს მე ძალიან. კი, არა, კარგი. შველი პოზიორობდა? კი, შეიძლება. მაიკამაცია გოგო. მაიკა რა? ეს მაბარალებ. ჩანს. სადაც ვია თაკოს ეს მაიკა? მაბარალებ. აი ეს უნდა დაამტკიცო უკვე. მაიკა როდესაც დღეს 1 აპრილია და კარგი თაკო გოგო. იტყუება რომ მაიკა ეცვა. შენ ვიზაჟს ფილმი აქცია ყურადღება ფოტოების გადაღებისას. ლელამ გამიკეთა მე მაგიაში. წუწუმიას მაგიაში. და თუ აპირებთ ისე საიმიჯო ფოტოები რომ გადავუყოთ მომავალში. რა თქმა უნდა. სხვა რა, ეს კორჭა? აი ალბომის არის გიას გადაღება. გაჩი ამოცანა როგორია დასმულ თორე ხარ. მაშინ უნდა ჩავაცვათ რამე. ეს მე მგონი ერთადერთი შოუ ბიზნესის წარმომადგენელია თაკო, რომელიც შეშველი პოზიორობდა. მე მგონი. ხვალ დაწერე ჟურნალებში რომ მართლა შეშველი ვიყავი და შენ რას გიზაბავი? ხვალ ეს გადაცემა არ დაიჯერო, რაღაცას მაბარალებენ. მე არ მახსოვს, მაგრამ შენ ახლა პროფესიონალი ხარ, დაგემოსო. ეცვა თუ არა არ მახსოვს, მაგრამ რა ვიცი. ესენი დასამუშავებენ. კიდე სამუშაო მასალა არის. გადმოწით უკან. ეს მერე ჩაიცა თუ ნელ-ნელა იყო. ნელ-ნელა იცი. აი, მაიკა, აი. ამდენი ფოტოდან მარტო ის ვარ, ხო რაც? არა, ის გაკეთებულია უკვე დანჩენი გასაკეთებელია. ესე მარტივად არ არის. ეს ბევრს გონია ფოტო რა ჩხაგ და მურჩა. მე მაინც ვფიქრობ, რომ იმისათვის, რომ კარგ შედეგს მიაღწიო, ყოველთვის ყველა უკმაყოფილო უნდა იყოს. ასე რომ თაკოს პროდიუსერი, ბატონი კახა მამულაშვილი ყოველთვის უკმაყოფილოა თაკოთი და შენ ეს მოგწონს თუ არა და მიდიხარ თუ არა იმისკენ, რომ რაღაცა შეკაქოს. ანუ როგორც მამაზე გითხარი დიდი. არა, ყოველთვის უკმაყოფილო, აი მამასგან განსხვავებით, მამულჩა არ არის. ანუ შენ ეს უფრო სტიმულს გაძლევს თუ არა, როცა შენი პროდიუსერი უკმაყოფილოა შენით. არა, ნაკლებად არ მაძლევს. პირიქით რომ მეუბნება რომ შექებისას უფრო მეტი სტიმული აი დღეს კარგად გამოხვედიან, რაღაცა კარგად იმუშავე სცენაზე, ეგ უფრო მომწონს და უფრო ეს პირიქით უფრო უფრო მაძლევს. სტიმულს გაძლევს. კიდე პატარაზე წავიჭორავეთ თაკოს პროდიუსერზე, ის რა ყოველთვის უკმაყოფილოა შენთვის და ეს უფრო მეტი სტიმულს გაძლევს თუ არა. ესე თქვა რომ არა, პირიქით, როცა შემაქებსო, უფრო მეტი სტიმულს მაძლევს ესე. გამოდო იშვიათად. აკებ. ბევრჯერ შექება ძალიან სურვილია. ჩემი აზრით. მაგრამ მაინც აკებ. გაქე? ნახვამდის. კარგად.
ეგ ბოლომდე გაანახე სადასწრაფოში. კარგად. კარგად იყავით ჩაყვავთ. აი ესე ვეხმარებით შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს გზას უნდათ. სტუდიაა ეს უნდათ გზას. პრინციპში ალბათ თაკოს პროდიუსერი კახა მამულაშვილი განაგზობს თაკოს გაპრესვას, მაგრამ უკვე ჩვენს გარეშე ვინაიდან და რადგანაც ერთი დღე ამით დასასრულს მივახლდა. კარგად. ასე რომ ჩამოკარგება გემშვიდობებით სულ გადაცემა ერთი დღე ამით დასასრულს მივახლდა. დაელოდეთ მომავალ კვირას ვინ გვეყოლება სტუმრად. კარგად იყავით.